Bismillah wassalatu wassalamu ala rasulillah wa ala alihi wa ashabihi wa man tabi'ahum bi ihsan ila yawmiddin amma ba'd. დღეს ალლაჰის წყალობით ჩვენ დავიწყებთ გაკვეთილების სერიას, რომელიც არის მიზნური, ანუ რომელზეც ვლაპარაკობთ შუმავალის სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამის ცხოვრებაზე, მის ისტორიაზე, მის დაბადებაზე და ასე შემდეგ. და მინდა თქვა, რომ ერთ-ერთი წყარო, ვისაც აქვს ისტორია შუმავალ მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა, ეს არის მარტო მუსლიმები. მარტო მუსლიმებს აქვს მასზე წყარო. ჩაწერილი ყველაფერი ჰადისები, და ასევე ყურანშიც არის მისი ისტორია და ასევე ჰადისებში არის მისი ისტორია, მისი დაბადებიდან და მაგის მერე როგორ ხდებოდა და რა. და მე შევეცდები მოვიყვან მხოლოდ საჰი ჰადისები, რაც არის აუთენტიკური, არ მოვიყვან იმ ჰადისებს, რომელიც არის სუსტი ჰადისები და ასე შემდეგ, შევეცდები მაქსიმალურად და გამოვიყენებ რამოდენიმე წიგნებს, დიდი სწავლულების, დიდი ალიმების წიგნებს, რომელიც ეხება ამ თემას. ავიღებ და შევეცდები რიგრიგობით ყველაფერი რაც არის მოსული მაგაზე, რომ თანამდებობა არ დაკარგოს, ისე მოიყვანო ყველაფერი. ხანდახან პროფესორები და მუჰადისები, სწავლულები ისლამის ლაპარაკობენ იმაზე, რომ როგორი იყო ცხოვრება არაბების სანამ მოვიდა შუმავალი მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა. მე მოვიყვან რამოდენიმე რაღაცას. ბევრს მაგაზე არ ვილაპარაკობ, მინდა ეგრევე გადავიდე შუმავალი მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა. ეკონომიკით არაბები მაგ დროს არ იყვნენ ძალიან ძლიერები, მაგით ისინი იყვნენ უფრო ცნობილი იმით, რომ ანუ კურეშიტები სადაც იყვნენ ყველაზე ცნობილი ტომი, იმით შოულებდნენ ფულს, ან ცნობილი იყვნენ, რომ ქააბასთან, ღმერთის სახლთან, ქააბასთან, რომელიც ააშენა გადმოცემული ჰადისები, რომ ადამი ალეიჰისალამ და რომელიც აშენ ყურანში რომ არის მოხსენებული, რომ ააშენა იბრაჰიმი ალეიჰისალამ, აბრაამი თავის შვილთან ერთად, ისმაილთან ერთად ააშენა ქააბა. და მან მოდიოდა ხალხი რომ თავის რიტუალები გააკეთებინათ და ასე შემდეგ. მაგისგან ფულსა შეუვლებენ, ვაჭრობას ჰქონდათ და ასე შემდეგ. არაბებს ჰქონდათ ძალიან ცუდი თვისებებიც და ძალიან კაი თვისებებიც. მაგალითად, რამოდენიმე ცუდი თვისება ჰქონდათ მაგათ ისე, რომ ძალიან ხშირი ომები ჰქონდათ მაგათ ერთმანეთში, სისხლის დაღვრა და ასე შემდეგ. ასე ისეთი ცუდი თვისებები იყო, როგორც მაგალითად, ანუ ეს მე უკვე ვლაპარაკობ, ანუ დაბალი დონის ხალხზე, არა მაღალი დონის ხალხზე, არამედ დაბალი დონის ხალხზე. ჰქონდათ მაგათ ისეთი წესები, რომ შეიძლება მაგალითად ქალს შეეძლო აეშინება რაღაცა პალატკა, ასე შემდეგ, ასე თქვა პალატკა და შეიძლება 10 კაცი მისულიყო მაგასთან რიგრიგობით და მრუშობა ჩაედინა მაგასთან. მე როცა გადიოდა 9 თვე, ბავშვი დაიბოდებოდა, ყველა ეს 10 კაცი მოდიოდა თავის თითით ანაჩვენებდა, რომელი იყო მამამისი, ეგრეთ ცუდი თვისებების ჰქონდათ. მაგალითად, რა თქმა უნდა, ეს იყო დაბალი ხალხის, ანუ არ იყო მაღალი ხალხთან არ იყო ეგეთი რაღაცა. რა შეეხება კარგ თვისებებს, რამოდენიმე კარგ თვისებებს მოვიყვან, მაგათ ჰქონდათ, ანუ ძალიან მკაცრად იყვნენ ჩაჭიდებული თავის სიტყვაზე. თუ კაცმა ან ქალმა, უფრო კაცებმა თუ რაღაცა სიტყვა თქვეს, აუცილებლად ასრულებდნენ თავის სიტყვას. მაგათვის სიტყვის არაშესრულობა იყო ცხოვრების დანგრევა. მაგათი თუ ადამიანმა კაცმა თქვა რაღაცა სიტყვა და არ შეასრულა თავის სიტყვა, რომც იყოს რაღაცა პატარა რაღაცა რომც იყოს, მთელი ტომები, მთელი ხალხი მან ცხოვრობდა, იცოდა რომ ის ადამიანი არ იყო თავის სიტყვის პატრონი. მაგის მერე შეიძლება დაკარგულიყო მისი ცხოვრება. ასევე კარგი თვისებებისგან იყო, რომ ის ძალიან დიდგულიანი იყო, ანუ დიდგულიანი მე იმას ვამბობ, რომ ეხმარებოდნენ ხალხს, ძალიან ხშირად ეხმარებოდნენ ხალხს. ასევე გადმოცემულია, რომ მაგალითად შეიძლება მაგ დროს არაბს არ ყავდეს გარდა ერთი აკლიმისა, ერთი აკლიმი ყავს სულ. მოვიდა მაგასთან სტუმარი მშიერი, რომელსაც ცივა, რომელსაც შია და შეიძლება ერთი აკლიმი დაკლას იმისთვის, რომ ის თავისი სტუმარი ან მგზავრი, რომელიც მიდის გზაშია, რომ მაგას დაეხმაროს. და ეგეთი არის გადმოცემული ძალიან ბევრი. და არაბები იყვნენ ცნობილი ერთმანეთში მასში უფრო ლექსებით. ხანდახან მაგათ დუელები ჰქონდათ, ასე ვთქვათ, ერთმანეთში ბრძოლა ლექსებით. გამოდიოდა ერთი არაბი კაცი და ლექსებს ყვებოდა, ეს მეორე ყვებოდა და ასე ვთქვათ ბრძოლობდნენ ერთმანეთში, რომელი იყო უფრო ლამაზი ლექსები ჰქონდა და მაგაც და ასე შემდეგ. და მაგაზე ის იყო ძალიან ბევრი ჩაწერილი ლექსები იმ თემებზე, რომ უნდა იყო გულკეთილი დაეხმარო ხალხს და ასე შემდეგ, ღატაკებს დაეხმარო. ასევე კაი თვისებებიდან მათ ჰქონდათ, რომ დაჩაგრულ ხალხს ეხმარებოდნენ. აბდულ მუტტალიბი, თუ არსება აბდულ მუტტალიბი იყო შუმავალი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ მისი ბიძა, რომელიც
დაარსა ეგეთი აბდულ მუტალიბი კი არა ბოდიში მამი აბდულ მუტალიბის მამა ანუ შომავალ მუჰამედის ბაბუის მამა გააკეთა ისეთი წესები ისეთი ასე ვთქვათ დაჯგუფება თელიან ქალაქში რომ თუ ვიღაცა მოვიდოდა ღატაკი ან სუსტი ადამიანი რომელსაც არ ქონდა ზურგი ანუ ნათესავები არ ქონდა არც მეგობრები არც თავი და ვიღაცა მას დაჩაგრავდა რომ ყოფილიყო მაგათი ტომიდან მაგათ ნათესავი აუცილებლად იმ ადამიანს მერე ეხმარებოდნენ და ვინც უარს ამბობდა მაგაზე ანუ არ უბრუნებდა დაჩაგრულ ადამიანს რაც მაგას ეკუთვნებოდა მაგას ძალიან სასტიკად მერე ემყობოდნენ ძალიან სასტიკად ეს იყო ასე ვთქვათ მოკლედ რომ მაგაზე ვილაპარაკოთ შომალ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა დაიბადა 571 წელს აპრილში მეახლოებით 20 ან 22 აპრილი იყო რა შეეხება მუჰადისების ისლამის სწავლულების შორის ანუ ზუსტად არავინ არ იცის რომელ კონკრეტულ დღეს დაიბადა შომავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა მაგრამ ყველა ვიცით რომ იყო ორშაბათი და ეს იყო სპილოს წელი რომელიც არის ცნობილი გადმოცემული ჰადისებიდან რომ საჰაბები ყვებოდნენ რომ მე და მუჰამედი შომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა დავიბადეთო სპილოს წელში სპილოს წელი არის ცნობილი წელი მაგაზეც ინშალა ჩვენ მომავალში ვილაპარაკეთ ვიტყვით რა ანუ რატო ქვია იმ წელს სპილოს წელი მაგაზეც ინშალა ვილაპარაკებთ მუჰამედის მამას ერქვა აბდულლა ბინ აბდულ მუტალიბ აბდულლა და დედამის ერქვა დედამის გვინდა ამინა აბდულლა ბინ აბდულ მუტალიბ დაქორწინდა ამინაზე მაგათ შეეძინათ ბავშვი რომელსაც ერქვა მუჰამედი და ჰადისებიდან გამომდინარე ზოგიერთი სუსტი ჰადისები მაგრამ არის ასევე სახი ჰადისები რომ როცა შომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა დაიბადა რომ დედამისისგან გამოვიდა სინათლე იყო ანუ რაღაცა ანუ ნიშნები რომ ეს უბრალო ბავშვი არ იყო შომავალი მუჰამედის მამა აბდულლა გარდაიცვალა სანამ ნახა თავისი შვილი ანუ სანამ დაიბადებოდა გარდაიცვალა როცა დაიბადა შომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა აბდულ მუტალიბი ანუ ბაბა მისი ეხმარებოდა ყველაფერში მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა როცა დაიბადა შომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა აბდულ მუტალიბი აიყვანა მუჰამედი წაიყვანა ქააბასთან აწია მაღლა და ანუ შილოცვა გააკეთა მადლიერების გამოხატვა ღმერთის მიმართ რომ არაბებს კონდათ ეგეთი ჩვევა რომ ეგეთი წესი თუ ბავშვი იბადებოდა მიყავდათ ქააბასთან აწევდნენ ქააბასთან და ღმერთს მადლობას უხდიდნენ მადლიერების გამოხატვას და ასე შემდეგ ასევე კურაიშიდებს არაბებს რომელიც ცხოვრობდნენ ქალაქში მაგათ კონდათ ასეთი წესი როცა ვიღაცა ბავშვი იბადებოდა ისინი პოულობდნენ თავისი ბავშვებისთვის ანუ ასე ვთქვათ ძიძას ანუ რომელსაც წაიყვანდა მის ბავშვს ასე ვთქვათ ანუ ბედუინები უდაბნოში ან ასე ვთქვათ შეიძლება თქვა ჩვენ დროს ანუ როგორც სოფელი მან ბავშვები რომელიც იზრდებოდნენ უფრო ძლიერები იზრდებოდნენ მათი იმუნიტეტი უფრო ძლიერი იყო ჯანიცაც უფრო ძლიერი ბრუნდებოდნენ და ეგეთი წესი ჰქონდათ მაგათ და მოვიდა როცა დაიბადა შომავალი მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა ან ობოლი იყო უკვე მამა არ ყავდა მარტო დედა მოვიდა ხალხი ბედუინებიდან წამოვიდა ხალხი მექაში რომ აიყვანათ ბავშვები იმისთვის რომ წაიყვანათ და თავის რძით ანუ ზუდუთი ანუ მყედით რძით აჭმევდნენ მიხედავდნენ და მოვიდა ერთი ქალი რომელსაც ერქვა ჰალიმა რომელიც იყო ტომიდან ბანუ საადის ტომიდან ტომს ერქვა ბანუ საად მოვიდა თავის დაქალებთან ერთად იმისთვის რომ ენახა ბავშვი რომ წაიყვანებიდან ანუ გადაუხდიდა მაგას ფულს მისცემდა წაიყვანდა თავის სახლში და მიხედავდა ამ ბავშვს 2 წლის განმავლობაში და როცა მივიდა ჰალიმა შომავალი მუჰამედთან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა არის გადმოცემული ჰადისი რომელსაც ახლა მე მოვყვები რომ თვითონ ჰალიმა ყვებოდა როცა მივიდა აბდულ მუტალიბთან და ნახა და ყვებოდა რომ როცა ჩვენ დავიწყეთ ანუ გზა მექისკენ ჩვენი ტომისგან მექისკენ დავიწყეთ გზა ის მიდიოდა თავისი აკლემით ანუ აკლემი ყავდა მაგას თეთრი ფერის ანუ ნათელი ფერის აკლემი იყო ბოდიში აკლემი კი არა ვირი იყო და მაგასთან ერთად ასევე იყო აკლემი და ორივე ვირის და აკლემი იყვნენ ანუ სუსტები იყვნენ არც ზრდი არ ჰქონდათ ბევრი იმიტომ მათ საიდანაც მოდიოდნენ არის ძალიან ბევრი სიმშრალი ანუ ბალახის ბევრი არ მოდის და მაგ ცხოველებსაც რძე ბევრი არ აქვთ და ჰალიმას ასე ყვებოდა რომ ხანდახან ანუ ღამეობითაც ვერ იძინებდნენ იმიტომ მას ჰყავდა შვილი რომელიც ტიროდა შიმშილის გამო ტიროდა და მიდიოდნენ მექაში აიყვანათ ბავშვები და ყველა მისი დაქალი ვინც მივიდა მაგასთან ერთად რომ აიყვანათ ბავშვი რომ მიხედონ აიყვანეს ყველა შვილი და არავინ არ მიდიოდა შომავალი მუჰამედთან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იმიტომ რომ ობოლი ბავშვი იყო და იძახდნენ რა უნდა გადაიხადოს ეხლა ობოლი ბავშვის მშობელი ან დედა ან ბაბა რა ფული უნდა მოგცესო და არავინ არ იღებდა მუჰამედ სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ მიხედოს რომ თავის რძით აჭამოს მიხედოს წაიყვანოს და ასე შემდეგ როცა უკვე არც ერთი ბავშვი არ დარჩა
ჰალიმა ეუბნებოდა თავის ქმარს, უთხრა რომ არ მინდა მე დავბრუნდე ჩემს სახლში ისე რომ ყველა ჩემი დაქალები აიყვანეს ბავშვები და მე არ ამეყვანა ბავშვი. ამიტომ მოდი ავიყვანოთ ეს ბავშვი და ინშალლა რომ ღმერთის ნებითო ჩვენ ღმერთი ხეირს მოგცემსო. და მასმა ქმარმა თქვა რომ კი, ანუ მოდი ავიყვანეთო და ვენდოთ ღმერთს ვენდოთო და ღმერთის ნებით ჩვენ ღმერთი მაგის გამო მოგცემს ჩვენ ბარაკათსო, იმიტომ რომ ავიყვანეთ ობორი ბავშვი ავიყვანეთ. და ჰალიმა ყვებოდა რომ მეორე დღეს როცა გაივიდეს იმისთვის რომ წასულიყვნენ უკვე თავის სახლში, სანამ ანუ წავიდნენ, შეეწყო რომ მის მკერდში უკვე რძეც იყო ბევრი. აჭამა თავის რძით თავისი ბავშვიც და მუჰამედის აჭამა. და გაუკვირდა ეს ძალიან გაუკვირდა რომ იმის მე როგორც კი აიყვანა ეს ბავშვი რაღაც ანუ ცვლილელები დაიწყო. დროს უკვე დაიწყეს ანუ გზა უკან თავის ტომში, დაждდნენ ყველა დაждდა თავის აკლემებზე, ვირებზე და ასე შემდეგ. ჰალიმას ვირი, რომელიც იყო სუსტი, რომელიც ზანსრაბათ ადადიოდა, არ იყო ჯანზე ასე ვთქვათ. უკანა გზაზე როცა დაიწყო ანუ წავიდა, ყველას გაუსწრო. ყველა დანარჩენებს გაუსწრო როგორც ყვებოდა ჰალიმა და მაგასაც ძალიან გაუკვირდა. აკლემი რომელიც იყო მაგათთან ერთად, მაგას ასოლა ჰქონდა ბევრი რძე. მისი დაქალების ყვებოდნენ რომ უთხრეს ჰალიმას რომ ჰალიმა, ნუ თუ ეს იგივე ვირი არისო, რომელსაც შენ მოხვედიო და ჰალიმა იზახდა იგი ანუ ღმერთის ვარ იგივე ვირი არისო და მისი დაქალები ყვირდნენ რომ ვაი შენ დაგველოდიო, ნუ გეჩქარები ისა ძალიან მაგრამ ნუ გეჩქარები და ყველას გაუსწრო ის ვირი. როგორც კი მოვიდა ჰალიმა თავის სახლში, შეეწყო რომ ამ ბავშვის მოსვლასთან ერთად ძალიან ბევრი ბარაკათი მოვიდა, ძალიან ბევრი წყალობა მოვიდა. მისი ცხვრები რომელსაც მიდიოდნენ იმისთვის მინდორში, მთებში იმის რომ ჭამონ და როცა ადრე მოდიოდნენ, ანუ ცარიელი მუცლები, ანუ ცარიელი რძის გარეშე მოდიოდნენ, მაგის მერე დაიწყეს, ანუ სავსე ქონდათ რძე მოდიოდნენ სავსე რძით. ასევე აკლემების და მისი მეგობრების დაქალების და მეზობლების ყველა ამბობდნენ რომ თავისებს ეუბნებოდნენ რომ წაიყვანეთ ჩვენი ცხვრები, აკლემები, ან იქ წაიყვანეთო სადაც ჰალიმას და მის ქმარს მიყავსო. ისინიც მიდიოდნენ იგივე ადგილას, მაგრამ ბრუნდებოდნენ ცარიელები. და ჰალიმა ყვებოდა რომ მაგის მერე უკვე მეს რძე მომემატა, ანუ მკერდში მას ძალიან ბევრი რძე ჰქონდა მომემატა, მისი ბავშვის კარგად ჭამდა, თვითონ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა კარგად ჭამდა და ბევრი ხერი ნახა იმ ბავშვისგან. როცა უკვე გახდა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მიახლოებით 2 წლის და რამოდენიმე დღე მოვიდა უკვე დრო რომ და უნდა დაებრუნებინა ჰალიმა დედამისს ამინას. იმიტომ ყოველ 2 წლით მიდიოდნენ ბავშვები რჩებოდნენ მან სოფელში, ძლიერდებოდნენ, გამაგრდებოდნენ და მერე ბრუნდებოდნენ უკვე თავის მშობლებთან. როცა დაბრუნდა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თავის დედასთან, ჰალიმას თხოვა ამინას თხოვა რომ დაეტოვებინა კიდე მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის სახლში, იმის გამო რომ იმდენი ბევრი ხერი ნახა, იმდენი ბევრი ბარაკათი ნახა და წყალობა ნახა იმ ბავშვისგან, რომ მიხვდა რომ ბავშვის გამო მოემატა მის სახლში ამდენი ბარაკათი რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო. და თავიდან ანუ ამინა მაგას უარს ამბობდა მაგაზე რომ ამბობდა რომ არა უკვე საკმარისია, კარგად იყო თქვენთან, დარჩე ჩვენთან, всё. მაგრამ ჰალიმა მაინც თავისზე იდგა რომ უთხრა რომ ანუ უფრო გაძლიერდება ბიჭი, უფრო ძლიერი გაიზრდება, ჩვენთან კარგად არის და ასე შემდეგ. მონახულება შეიძლება და ყველაფერი კარგად ექნება და ბოლოს ანუ დათანხმდა ამინას დათანხმდა გაუშვა კიდე მისი შვილი ჰალიმასთან ერთად. და როცა შუმარ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ გახდა მიახლოებით 4 წლის ანუ 5 წლის მოხდა ისეთი ამბავი რომელსაც ქვია მკერდის გახსნა. მოვიდა შუმარ მუჰამედთან შუმარ მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო ბავშვი 4 ან 5 წლის თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად. და მოვიდა ანგელოზი გაბრიელი ალეიჰისალამ შვიდობა მას ანუ ადამიანის ფორმაში იყო. დაიჭირა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის ხელზე დაიჭირა, დააწვინა ზირს და გაუხსნა მკერდი. ასე ვთქვათ ოპერაცია გაუგეთა. ამოიღო გული და მისი გული დაბანა ზამზამის წყალში და რაღაც ნაწილი შავი კი არა სისხლის რაღაცა ნაწილი ამოიღო და გადააგდო და თქვა რომ ეს არის შეიტანის ან სატანასი ნაწილი ან რაღაც ზეგავლენა რომელიც აქვს ხალხზე ეს არის მისგან და აიღო გაასუფთა მისი გული და გადააგდო და ისე ჩადო მისი გული და ასე ვთქვათ გაკეთა როგორც დღეს ჩვენთან იძახიან დიდი ოპერაცია. და ბავშვები რომელიც ნახეს ეს ან შორი ნახეს ვიღაცა დაიჭირა გაუხსნა მას მკერდი ძალიან ყველას შეეშინა და ყვირი დაიწყეს. გამოვიდნენ ჰალიმას დაუძახეს, მოვიდა ჰალიმა ნახა რაღაცა შრამი აქ ან რაღაცა შეის მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის მკერდზე და ძალიან შეეშინდა. და მაგ ამბავის მერე დაუბრუნა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დედამისს დაუბრუნა. როცა მუჰამედი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ დაბრუნდა დედამისთან, დედამისს უნდოდა თავისი ქმრის ანუ საფლავის მონახულება, რომელიც იყო იასრიბი იყო
და გზა მანდ იყო მიახლოებით 500 კილომეტრი. წარმოიდგინეთ, რომ არის უდაბნო დღევანდელი დღესავით არ არის, სადაც არის მანქანები, თვითმფრინავები, კონდიციონერები და ასე შემდეგ მანქანაში არის უდაბნო სიცხე, აქ ლიმიტადისნერა და რამოდენიმე დღე უნდა იმისთვის რომ მიაღწიოს იმ ადგილსაც, რომელიც არის იასრიბში და არის 500 კილომეტრი. როცა მივიდა მანდ, მოინახულა ამინა თავისი ქმარი, დარჩა მანდ, და მივიდა მანდ თავის მსახურთან ერთად, რომელსაც ერქვა აიმან, ქალი იყო აიმან და ასევე მასთან ერთად იყო მისი ქმარის მამა, მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ ბაბუა, აბდულ მუტალიბი იყო ასევე მაგათთან ერთად. როცა დარჩა მანდ ერთი თვე, უკანა გზაზე როცა მიდიოდნენ, გახდა ამინა ცუდად იმ ადგილას, რომელსაც ერქვა ალ-აბვა. გახდა მან ცუდად ავა გახდა და მან გარდაიცვალა. ეს იყო მექის და მედინის შუაში იყო გზა, მან გარდაიცვალა და მაგის მერე აიყვანა აბდულ მუტალიბი მთლიანად აიღო თავის თავზე მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა მასზე ზრუნვა. როცა აბდულ მუტალიბი დაბრუნდა მექაში, იმის მერე რომ გარდაიცვალა და მისი გარდაიცვალა დაბრუნდა მექაში, მისი გული იყო ძალიან ნაწყენი. ან გახეთქილი, ასე ვთქვათ. იმის გამო რომ ჯერ მამა დაკარგა შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა სანამ დაიბადებოდა. მაგის მერე დაკარგა, უკვე დედამისი დაკარგა და მაგაზე ქონდა ძალიან ნაწყენი და ესოდებოდა მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა ძალიან ძლიერად. თვითონ აბდულ მუტალიბი ძალიან დიდი სიყვარულით ეპყრებოდა მუჰამედს სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა და ასევე გადმოცემული ჰადისებიდან რომ უფრო მაგრად უფრთხილებოდა მას, ან უყვარდა მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა, ვიდრე თავისი საკუთარი შვილები. აბდულ მუტალიბი მაგ დროს რომ ჩვენ ყველანი ვიცოდეთ რომ იყო ძალიან პატრიოტული ადამიანი. აბდულ მუტალიბი მას ჰქონდა ერთ-ერთი ქააბასთან მიდიოდა ხშირად, გაფრინდა მან რაღაცას, თავისი ასე ვთქვათ დასაფენერას მაგას ჰქონდა და ხშირად მან მიერდა, მან ისვენებდა. და აბდულ მუტალიბი როცა გაფრინდა იმ რაღაცას გასაფენს, ყველა ბავშვები იცოდნენ რომ იმ ადგილას დაждდომა არ შეიძლება, ეს არის ბაბუის ან აბდულ მუტალიბის ადგილია, მან მიდის რომ იმისთვის რომ დაისვენოს. და როცა ვიღაცა ბავშვი მიდიოდა მან რომ დამჯდარიყო და ან ითამაშა მან, დანარჩენი ბავშვები ეუბნებოდნენ იმ ბავშვს რომ წადი აქედან რომ ეს არის აბდულ მუტალიბის ადგილიო. მაგრამ როცა მიდიოდა მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ რომ დამჯდარიყო იმ ადგილას რომ დაისვენებინა, ეთამაშა და ასე შემდეგ, როცა ბავშვები ეუბნებოდნენ მაგას რომ გადი იმ ადგილიდან, აბდულ მუტალიბი ზახდა რომ თავი დაანებითო ამ ჩემ შვილსო, მაგას ნუ ეხებითო. დააჯდა თავის გვერდზე, დააჯდა თავის მუხლებზე, დააჯდა მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა ეფერებოდა მას ზურგზე, ეფერებოდა მას თავზე და ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავდა მის მიმართ. და როცა შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა გახდა მიახლოებით 8 წლის და 2 თვის, გარდაიცვალა ბაბუამისიც აბდულ მუტალიბი. აბდულ მუტალიბი როცა გარდაიცვალა, სანამ გარდაიცვალა, დაუტოვა მუჰამედის რომ მიხედოს მუჰამედს აბუ ტალიბს იყო, ეს იყო შუმალ მუჰამედის სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ ბიძამისი იყო, მამის მხრიდან, ბიძამისი იყო. დაუტოვა მაგისთვის რომ მიხედოს მისი სიკვდილის მერე. როცა აბდულ მუტალიბი აიყვანა თავისი, მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ რომ მიხედოს აზარდოს და ასე შემდეგ, მას უყვარდა მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ ისე, ან უფრო მაგრად ვიდრე თავისი საკუთარი შვილები. და აბუ ტალიბი ყოველთვის ეხმარებოდა შუმალ მუჰამედს სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ. იმ დრომდეც როცა გახდა 40 წლის, როცა უკვე გახდა შუამავალი, ეხმარებოდა ყოველთვის მას. მტრობდა იმ ხალხთან, ვინც მტრობდა მუჰამედს სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ. იყო მეგობარი, ან ახლო ადამიანი იმათთან ერთად, ვინც იყო ახლო ადამიანი მუჰამედთან. რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ რამოდენი ხანში, მაგაზეც მოვა ყველაფერი ისტორია. აბდულ მუტალიბი შეატყო რომ შუა მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. და ერთხელ მოხდა ისეთი ამბავი რომ არაბებს ჰქონდათ ისეთი წესი, რომ როცა მაგალითად კაიხანი არ ყოფილიყო წვიმა, ყველანი ერთად გამოდიოდნენ და ღმერთს თხოვდნენ ლოცვას აკეთებდნენ ისე რომ ღმერთს გამოეგზავნათ წვიმა, მაგათთვის. დღესაც აკეთებენ არაბები ისეთ რაღაცას, ესაც არის ჩვენს რელიგიაში სუნნათი არის ეგეთი საქმე, მაგასაც ინშალლა ვილაპარაკებთ. გამოიყვანა აბუ ტალიბი მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ ქააბასთან და თავის ზურგით მიადო ქააბასთან მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა და ლოცვები დაიწყო. მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ კიდე აწია თავის თავი მაღლა, თითით აჩვენა მაღლა და მაგ დროს არც ერთი ღრუბელი არ იყო, ცა იყო цаრიელი. ძალიან მზე ანათებდა ძალიან მაგრად. და მაგის მერე უცბად გამოვიდა ბევრი ღრუბლები და წამოვიდა წვიმა. და ეგეთი ბევრი სასწაული ჰქონდა შუმალ მუჰამედ სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ, ძალიან ბევრი, სანამ გახდებოდა შუმავალი. მაგაზეც ინშალლა ვილაპარაკებ. აბუ ტალიბი ერთხელ გაემგზავრა შუმავალთან სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ შამის მიმართ, სირიის მიმართ და როცა მივიდნენ ის ადგილას, რომელსაც ქვია ბუსრა,
მანდ იყო ერთი ასე ვთქვათ მღვდელი იყო, რომელსაც ერქვა ბახირა. ბახირა შეატყო რომ შორიდან შეატყო რომ მოდის ვიღაცა ბავშვი და შეატყო რომ როცა ისინი მოდიოდნენ ქვები და ხეები, იხრებოდნენ მის მიმართ. და როცა გაჩერდა აბუ ტალიბი გაჩერდა და შომალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მივიდა ბახირა მაგათთან, აიყვანა ეს ბავშვი, დაიჭირა მისი ხელი და უთხრა აბუ ტალიბს უთხრა რომ ეს არ არისო ჩვეულებრივი ბავშვიო. და ურჩია მაგას რომ უკან წასულიყო მექაში, იმიტომ რომ მაგ დროს მან ცხოვრობდნენ იუდაელები და უთხრა მაგას რომ მე მეშინია რომ იუდაელები მას შეიძლება ზიანს მიაყენებენ. და ბახირამ თქვა რომ ეს ადამიანი მაგას მიყვება ძალიან ბევრი ხალხი და ეს ადამიანი იქნება როგორც მუჰამედზე ყვებოდა რომ იქნება სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იქნება როგორც დიდი წყალობა ხალხისთვის. როცა შომალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ გახდა მიახლოებით 15 წლის, მაგ დროს დაიწყო ომები, რომელსაც ერქვა უსამართლო ომები ან უწესო ომები. რატო დაარქვეს ამ ომებს ასე? იმიტომ რომ არაბებს ჰქონდათ წესები, რომ ამ კონკრეტულ თვეებში ომი მაგათ არ შეეძლოთ. ორივე მხარე, ვინც გინდა იყოს, იცოდნენ რომ ამ თვეებში ომი არ შეიძლება. მაგრამ მოხდა იმდენი ომი, იმდენი სისხლის დაღვრა, რომ არაბები დაიწყეს ომი იმ დროსაც. და შომალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მანდაც მიიღო მონაწილეობა თავის ბიძასთან ერთად. შომალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო ყურაიშიტები, ტომი იყო, რომელსაც ერქვა ყურაიშიტები, ყურაიში და ყურაიშიტები და ყინანიტები, ისინი ერთად იყვნენ, სხვა ტომების წინააღმდეგ ომში. და ყურაიშიტები და ყინანიტების მეთაური იყო ჰარბ ბინ უმეია, ერთ-ერთი ძალიან პატივცემული ადამიანი მაგ დროს. ისინი ებრძოლებოდნენ ტომს, რომელსაც ერქვა ყეის აილან და თავიდან ისინი იგებდნენ, მაგრამ უკვე ყურაიშიტები და ყინანიტები დაიწყეს უკვე მოგება მაგის მერე. შომალ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თავის ბავშვობიდან უკვე იღებდა თავის მონაწილეობას ისე დიდ საქმეებში როგორც ომი, ვაჭრობა და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ კიდე ცოტა ხანში ვილაპარაკებთ. როცა დამთავრდა ეს ომი, უსამართლო ომი, უწესო ომები, და ისეთი შეთანხმება დაიწყეს, ყველა 5 ტომი იყო, ყველაზე უძლიერესი ტომი და შეთანხმება დააწესეს, რომელსაც დაარქვეს, როგორ ვთქვათ, ნამუსის შეთანხმება, ასე ვთქვათ, ნამუსის შეთანხმებას. მანდ იყო 5 ტომი, ბანუ ჰაშიმი იყო, ბანუ ალ-მუტალიბ, ასად ბინ عبد العزة زهرة بن كلاب და تايم بن مرة ეს 5 ტომი იყო მან. ყველა ამ 5 ტომის წარმომადგენლები შეგროვდნენ ესეთი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემულ ადამიანთან, რომელსაც ერქვა აბდულლა ბინ ჯადან ატაიმი. მას სახში შეგროვდნენ რომ გაეკეთებინათ ეს შეკრულება, რომ მაგათ შორის არ იქნება ომები და ასე შემდეგ. და ასევე იმ სახში გააკეთეს ის წესი, რომელიც ჩვენ წინაზე ვილაპარაკეთ, რომ თუ ვიღაცა მოვა მექაში, ვიღაცა უცხო ადამიანი, საერთოდ უცხო და ვიღაცა მას დაჩაგრავს, ან მექიდან ვიღაცა იქნება დაჩაგრული, ან უცხო ადამიანი, აუცილებლად ეს 5 ტომი დაეხმარება იმ ადამიანს. და თუ მაგას რაღაცა წაართვეს, აუცილებლად დაუბრუნებენ. თუ რაღაცა არასამართლად მოიქცნენ მასთან, აუცილებლად მას დაეხმარებიან. და თვითონ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყვებოდა, როცა გაიზარდა და გახდა უკვე შომავალი, ყვებოდა ამ შეკრულებაზე და ამბობდა, რომ თუ მე დღესო მიქნებოდა, ისე იგივე, თუ ხალხს მოენდებოდათ იგივე რაღაც გაკეთება, იგივე შეკრულების, რომ დაეხმაროს ხალხს და ასე შემდეგ, მე ვიქნებოდი პირველი ხალხისგან, ვინც მონაწილეობას მიიღებდა ეგეთ შეკრულებაში, ეგეთ შეთანხმებაში. ამაზე ჩვენ დღეს გავჩერდებით ალლაჰის წყალობით და შემდეგ გაკვეთილზე უკვე დავიწყებთ იმაზე, რომ როგორი იყო შომავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ცხოვრება, როგორ მუშაობდა, ვინ მოიყვანა ცოლად და ასე შემდეგ. მაგაზე უკვე ვილაპარაკებთ ინშალლა შემდეგ გაკვეთილზე. ალბათ ვთხოვ რომ ეს სერიები გაკვეთილები გახადოს ხერიანი ყველასთვის და საინტერესო თქვენთვის და რომ იყოს ხერიანი და ცოდნისთვის. ალლაჰმა ბარაკა მოგცეთ. სალამ ალეიქუმ.